დღეს ოზურგეთის დრამატულმა თეატრმა 145 თეატრალური სეზონის სპექტაკლით შალვა დადიანის გუშინდელით დახურა. თეატრალური დასის საზოგადოება სექტემბერში დაუბრუნდება. შალვა დადიანის პიესის მიხედვით რეჟისორ შოთა ბაბულოძის მიერ დადგმული სპექტაკლი გუშინდელნი კლასიკური ჟანრის ნაწარმოებია. საქართველო-რუსეთის ურთიერთდამოკიდებულების და წლების მანძილზე დაგროვილი საერთოდ კივილის ამსახველი სპექტაკლით დასმა 155 თეატრალური სეზონი დახურა. ჯერ კიდევ 2007 წელს დადგმულმა და სულ ეხლახანს აღდგენილმა სპექტაკლმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლი არის იდეალურად გაფორმებული როგორც მუსიკალურად, ასევე მხატვრულად შესანიშნავი დასი მონაწილეობს ამაში. მე ვუსვირებდი რომ დაამშვენებდა ნებისმიერ კუთხეს დაამშვენებდა ასეთი მსახიობები, ასეთი სპექტაკლი. დიდი მადლობა რეჟისორს, რომელმაც დადგა ეს სპექტაკლი და დიდი სიამოვნებით მეორეჯერ ვნახავთ. 155 თეატრალურ სეზონზე საზოგადოებამ პრემიერა აზიზ ნესინის მომკალ ჩემოკარგო და არაერთი სპექტაკლი იხილა, რომელიც გასტროლით მესხეთში დაგვირგვინდა. თეატრის ხელმძღვანელის განცხადებით 155 თეატრალური სეზონი წარმატებულთან ერთად სევდიანიც იყო. ვიტყოდი რომ შემოქმედებითა ძალიან წარმატებული და დატვირთული იყო ეს წელიწადი, რომ არა ის მოულოდნელი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც ჩვენს დასს თავზე დაატყდა ჩვენი რეჟისორის გარდაცვალების გამო. შევეცადეთ რომ მალე გამოსულიყავით ამ მდგომარეობიდან და შემოქმედებითა დასი არის ძალიან გამართული, ძალიან მაღალ დონეზე და მიხარია რომ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი რეგიონთა შორის ერთ-ერთი ლიდერია. 156 თეატრალურ სეზონზე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის საზოგადოება სექტემბრის თვეში პრემიერით კვლავ შეეგებება.